ისე მოგესალმებით და მივესალმებით ტელემაყურებელს. ესეც რა არის, მე ძალიან დიდ რაღაც ფსონს, რომ ახალი წერილებით, ახალი რაღაცეები გაირკვევა ამ ქვეყანაში, არ დავდებდე, რადგანაც მე არ მიმაჩნია, რომ ეს არის იმ მაჩვენებლის რაღაც წერილები, რომლებიც რაღაც ოპოზიციურ ფლანგზე რაღაც სიახლეს მოიტანს. მე და ჩემთვის მთავარი ინდიკატორი არის სხვა რამ, რომ ამ ქვეყანაში არის საპარლამენტო კონსტიტუციური კრიზისი, ამ ქვეყანაში სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებენ ინსტიტუციები, რა თქმა უნდა, კრიზისის მაჩვენებელია ის ფაქტიც, რომ ქვეყნის ორგზის პრემიერი, თავდაცვის მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ზის ციხეში, ასევე ციხეში სხედან სხვა უმაღლესი თანამდებობის პირები, როგორც გახლავთ თავდაცვის შემდეგი მინისტრი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მისი მოადგილები, რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი კრიზისის მაჩვენებელი და თან ეს არის მაჩვენებელი ძალიან მაღალი კორუფციული რისკების, რაც ამ ქვეყანაში არსებობდა. ეხლა ის ფაქტი, რომ თავიდან იყო ღარიბაშვილი დაკავებული უკანონო შემოსავლების რაღაც ლეგალიზების ნაწილში და ახლა უკვე გადავიდა კორუფციულ ბრალდებაში, რაც დამტკიცების შემთხვევაში საერთოდ მას მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავს, ეს ცალკე თემა არის. თუმცა ის ჩვენთვის არ არის საინტერესო. ამ შემთხვევაში მე მაინტერესებს სხვა რამ, აი ქართული ოცნების სპიკერები პარლამენტში რომ ჩამოდგებიან და ყოველდღე რაღაც ბრიფინგებს უძღვნიან ამ საკითხს, მაინტერესებს აი პარლამენტის რეგლამენტი რომ არსებობს და იქ არის 157 მუხლი. ეს არის საპარლამენტო კონტროლი თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში. მაგალითად, ამ მუხლის მიხედვით პარლამენტში არის შექმნილი ნდობის ჯგუფი. ნდობის ჯგუფის ფორმატში აუცილებელია, რომ შესაბამისი წესით გაკონტროლდეს საიდუმლო ნაწილი, საიდუმლო შესყიდვები, შემდეგ ანგარიშგება მოვიდეს ამასთან დაკავშირებით. ნდობის ჯგუფის წევრს აქვს უფლებამოსილება მოითხოვოს შესაბამისი უწყებებიდან ამ შესყიდვების ნაწილში, სადაც ჰქონდათ ეჭვი, გააკონტროლოს ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო. მოკლედ, ბევრი უფლებამოსილებები აქვს ნდობის ჯგუფს, თუ გამოიყენებ მას. და თუ 2022 წელზეა საუბარი, თუ 2021 წელზეა საუბარი, 2023 წელს მაინც არ მიუვიდათ ეს ინფორმაცია ნდობის ჯგუფის ფორმატში. მარტო რამდენიმე ადამიანი იპარავდა ამ თანხებს, ზარცოვდა ჯარს და ასე შემდეგ და ნდობის ჯგუფის ფორმატში საპარლამენტო უმრავლესობიდან წარმომადგენლებმა, კომიტეტის თავმჯდომარემ არაფერი არ იცოდა ამის შესახებ. აი ამიტომ არის ესე წარმოუდგენელი რამ არის, რომ ოცნებას არ გამოუვა ეხლა კონკრეტული პირებზე მთელი კორუფციული სქემის აკიდება, იმიტომ რომ სრული საერთო პასუხისმგებლობა უნდა იყოს ამ თემაზე. ამას ამბობ. იცით რა არის? როდესაც არსებობს ქვეყანაში საპარლამენტო აღმასრულებელი სასამართლო ხელისუფლება. პარლამენტი არის ბაკონტროლებელი ფუნქცია. ამ პარლამენტის რეგლამენტში არის შესაბამისი მუხლი 157. 157 მუხლის ფარგლებში არის საპარლამენტო კონტროლი უსაფრთხოების სექტორზე. ნუ ძალოვანი უწყებები, სუსი, თავდაცვის სამინისტრო. ამ ფორმატის შიგნით კიდევ არის ნდობის ჯგუფი. ნდობის ჯგუფს გააჩნია თავისი უფლებამოსილებები. აი ამ უფლებამოსილებების ფარგლებში თუ თანხები ასე იხარჯებოდა, თუ საიდუმლო შესყიდვებში იყო ძალიან სერიოზული კორუფციული ნიშნები, რატომ არასოდეს არ თქვეს, როდესაც პრემიერ-მინისტრი მოდიოდა პარლამენტში, რატომ მას არ უსვამდნენ შეკითხვას? აი ოპოზიცია რომ უსვამდა კითხვებს, ოპოზიცია მეხამრიდის როლს და ეფარებოდნენ და როდესაც უსვამდნენ შეკითხვას, მეხამრიდის როლში იყო. შეკითხვებს უსვამდნენ, უმძიმესი შეკითხვები იყო. ნუ ძირითადად ეხა სუსის ნაწილში დახურული იყო ეს სხდომები, მაგრამ ღია ნაწილი რაც არის დღესაც შეიძლება, ხო? ყველაფერი არის live stream-ზე და მოიძებნოს რა შეკითხვებს უსვამდით საპარლამენტო ფორმატების გამოყენებით, სადეპუტატო შეკითხვებით, რა შეკითხვებს ვუგზავნიდით, მაგრამ ეს რა არის ყველაფერი ისეთ რისი მაჩვენებელია, რომ ამ ქვეყანაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ანტიკორუფციული სამსახურიც მუდმივად გამოყენებული არის პოლიტიკურ ინსტრუმენტად. ანუ ის დუმს წლების განმავლობაში და ინახავს ინფორმაციას და როდესაც დასჭირდებათ კონკრეტული პირის წინააღმდეგ რაღაც სახის პოლიტიკური ანგარიშწორება, აი მაშინ ხდება სწორედ აი ესე დაარქივებული მასალების გადმოღება და ამიტომ ვამბობდით, რომ საჭირო არის, რომ გამოეყოს აი ეს ანტიკორუფციული ბიურო პირდაპირ ევროკავშირის რეკომენდაციებში ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ ქმედითი ანტიკორუფციული ბიურო შექმნით და ამას ვამბობდით, კანონპროექტი წარმოადგინეთ, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელსაც გამოძიების ფუნქცია ექნება და რა შექმნეს უწყება, რომელიც მხოლოდ დოკუმენტების შექმნით იყო დაკავებული, რაჟდენ კუპრაშვილი იყო ხელმძღვანელი და დღეს ვნახეთ მომენტი, როდესაც გაუქმდა ეს ბიურო, რომელსაც რეალურად
არაფერი არ გააკეთა კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით, ეს ადამიანი გახდა ადვოკატი სუსის უფროსის მოადგილის ახალი სეზონი, არა მხოლოდ სასწავლო წელი ახალი, რაღაცნაირად გარკვეული დასვენების შემდეგ პოლიტიკურადაც რა დღის წესრიგით შედიხართ ახლა აი ამ ზაფხულის არდადეგების შემდეგ. ეს იქნება ოცნებაში რა ხდება ამის გარჩევა, თუ ეს იქნება შეეცდებით რაღაც საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა. ჩვენ პრაქტიკულად არ გავჩერებული ვართ და იცით რომ ყოველდღიურად ჩვენი წარმომადგენლები დავდივართ რეგიონებში, ყველანი აბსოლუტურად ვინც ვართ ყოველდღიურად წარმოდგენილი მოსახლეობასთან, მათ პრობლემებთან, ჩვენი წარმომადგენლები თვითმმართველობებში, საკრებულოს წევრები ვმუშაობთ, მივმართავთ, გარდა ამისა თბილისის საკრებულოში ნიკა ჩერქეზიშვილი, ვატო სურგულაძე, მე თაზო დათუნაშვილი, რა ვიცი, გიორგი სიორიძე, ყველანი ყოველდღიურად მოძრაობთ რეგიონებში და მოსახლეობასთან კომუნიკაციას ალტერნატივა არ აქვს და მათ თუ არ შეიგრძნეს შენი პოლიტიკოსის გვერდიდგომა და შენ რო ხარ მათ მსახურებაში ცხადია სხვანაირად ამ ქვეყანაში არაფერი არ გამოვა. ჩვენი მიზანი გახლავთ რა, რომ საარჩევნო მზადება ყოველთვის უნდა კონდეს მზადყოფნა უფრო სწორედ პოლიტიკურ პარტიას ნებისმიერ სიტუაციაში არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდში რა თქმა უნდა არჩევნები არის მოსაპოვებელი თავისუფალი სამართლიანი ჩვენ ნახეთ ხომ რომ წინა კვირას გიორგი სიორიძემ შეიტანა საკონსტიტუციო სარჩელი ლელოძლიერ საქართველოსი საკონსტიტუციო სასამართლოში ეს არის იმიგრანტებისათვის ხმის უფლების დაბრუნებასთან დაკავშირებით გავასაჩივრეთ ეს და მოუწოდებთ ემიგრანტებს რომ ჩაერთონ ამ პროცესში რადგანაც უმნიშვნელოვანესი არის ეს მხარდაჭერა ეს ადამიანები არიან ის ადამიანები რომლებიც არიან პოლიტიკურად აქტიურები და ამას გარდა მათი წვლილი ზოგადად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მშენებლობაში ძალიან დიდია მათი გადმორიცხული თანხებით სულდგმულობს ჯერ კიდევ ეს ქვეყანა და ისინი არიან ამ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და შენ ასე მოგინდეს და ხმის უფლება ჩამოართვა იმის გამო რომ მათ აქვთ ალტერნატიული აზრი მათ აქვთ ოპოზიციური სულისკვეთება ეს სხვა რა თქმა უნდა ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ბრძოლას როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში გავაგრძელებთ ბრძოლას სხვადასხვა ეტაპზე სასამართლოებში იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ჩვენი ლიდერების წინააღმდეგ გრძელდება სისხლის სამართლის საქმე და ჩვენ ველოდებით ალბათ რომ სექტემბერში კვლავ გაძლიერდება ეს მიმართულება ამას გარდა ახლა დაიწყება უკვე პარლამენტის სესია საშემოდგომო სამშაბათს და არ მოგვაკლდება ყოველდღიურად ახლა საპარლამენტო მიმართულებიდანაც ის მნიშვნელოვანი საკითხები რაც ჩასართავი ვიქნებით ჩვენ და უკვე ჩანს კანონპროექტების მიმართულებით რასაპირებენ და ასე შემდეგ რაც შეეხება უშუალოდ ახლა თავდაცვის მე ისევ მინდა სფეროზე ვისაუბრო იმიტომ რომ ასე ერთი ხელის მოსმით რომ შეახოცო ვიღაცებს ბრალი და ყველა ადამიანმა თავიდან და ყველა პრემიერმა ყველა მინისტრმა თავიდან დაიწყოს ათვლა ასეთი რამ არ შეიძლება ამ ქვეყანაში პოლიტიკის მემკვიდრეობითობა უნდა არსებობდეს და მემკვიდრეობითობაზე ლაპარაკი ხომ როდესაც ერთ პარტიაზეა და ამას გარდა დიან უყურეთ პოლიტიკის მემკვიდრეობითობა ასევე გულისხმობს იმას რომ რეფორმები რაც დაიწყება უნდა იყოს გააზრებული ეხლა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში რომ რაღაცას იწყებ და მინისტრს ცვლი და ხელახალი მინისტრი ხელახლა იწყებს ნებისმიერ სექტორში მაგრამ განსაკუთრებით აი ამ მყიფე ეროვნული უსაფრთხოების ფონზე როდესაც ეს სიტუაცია გაქვს აი ჩემთვის როგორც ლანა გალდავასთვის როგორც საპარლამენტო მდივნისთვის თავარი ინდიკატორები რა არის ხო აი ამ მიმართულებით რომ 2011 წელს არის ბოლოჯერ განახლებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ანუ 1000 რამ შეიცვალა ქვეყანაში რეგიონში უსაფრთხოებითი გარემო ასევე საფრთხეების შეფასების დოკუმენტი 2015 წლის გვაქვს ჩვენ პარლამენტში ხელი მოვაწერეთ ანუ დავადასტურეთ ხმა მივეცით რეზოლუციას რომ შექმნილიყო დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საერთო ეროვნული ხედვა ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია ეს ხო ზეპარტიული თემებია და ისეთი თემებია რომ ჩვენ ავდექით და მხარი დაუჭერეთ
ვიტყოდით რეზოლუციით, რომ ეს დოკუმენტები უნდა შექმნილიყო, იმიტომ რომ ამაზე დგას სახელმწიფო, ამაზე დგას ქვეყნის უსაფრთხოება. მაგრამ აი ასე როგორც დაუჭირეთ მხარი, იმის შემდეგ არაფერი არ მომხდარა და თუ ეს არაფერი არ მოხდა, თუ რეალურად არ გადაიდგა ნაბიჯები, ახლა დღეს შეიძლება მაყურებელი ფიქრობს, აი უშუალოდ თქვენ რას აკეთებთ? ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, მოსახლეობასთან კომუნიკაცია, ჩვენი წარმომადგენლების საკრებულოებში, ყოველდღიურად წერილების წესარი, რაღაცას ვითხოვთ. შეგეძლოთ პარლამენტშიც იგივე. ედეთ რა ჩვენი მისვლის შემდეგ, ხო, აი შეფუცხვუნდებიან ხოლმე და აი რაღაცაში ჩაერთვებიან, რაღაც კეთილი საქმე მაინც კეთდება. აი ეს ყველაფერი არის რეაგირებაზე 100%-იანი რეაგირება, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ ის ფაქტი, რომ შენ ოპოზიციის აბა არსი რა შემდგომარეობს, ხომ ნორმალურ სახელმწიფოებში ხელისუფლების ნაწილი. ეხლა იწყება თქვენი საარჩევნო მზადების წელი, თუ ჩვენ მუდმივად ვართ საარჩევნო მზადებაში და ჩვენ არ ვიცით, ახლა რო ვამბობთ, რომ ჩვენ ვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს, ჩვენ რო ვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს, ეს იმას ნიშნავს, რომ პარტია არის მზადყოფნაში და მზადყოფნაში არჩევნები რო დამთავრდება, იმავე დღიდან უნდა დაიწყოს შემდეგი ციკლის არჩევნებისაც. ეს არის პოლიტიკური პროცესი.